ეხება შედეგების არაფულად პოლიტიკური შედეგის და იმისი თუ ვინ რა. დღევანდელი კონფერენცია ევროსაბჭოს, თბილისის პოლიტიკური სკოლის და შვეიცარიის საელჩოს ინიციატივით ჩატარდა და ეძღვნება ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და გაკვეთილებს. რა გავაკეთოთ შემდგომ, რომ არჩევნები ჩატარდეს უკეთ. დღეს მსჯელობა შეეხო ძალიან ბევრ თემას, ტექნიკურსაც, პოლიტიკურსაც. მე ამ შემთხვევაში მონაწილეებს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მაღალ პროფესიონალურად შეფასდეს ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში 1 ოქტომბრამდე, 1 ოქტომბერს, 2 ოქტომბერს და დროზე გამოვიტანოთ დასკვნები. კერძოდ 2 ოქტომბერს არჩევნების შედეგების მშვიდობიანად აღიარება ყველას მხრიდან, ანუ პროცესის მშვიდობიანი დამთავრება იყო ნაბიჯი წინ, მაგრამ სამწუხაროდ 1 ოქტომბრამდე მთელი წლის განმავლობაში ქართული დემოკრატია ფართო ნაბიჯებით მიემართებოდა უკან. ეს შეეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობას, პარტიების შესახებ, ეს ადმინისტრირებას, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ რეპრესიებს. ამიტომ ის, რომ 2 ოქტომბერს ყველაფერი მშვიდად დამთავრდა, არავინ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გაგვიჩინოს იმის ილუზია, რომ საქართველოს სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები არიან მზად ასეთი გამოწვევებისთვის. ჩვენმა განვილმა პრაქტიკა 20 წელზე მეტი გავიდა უკვე რაც არჩევნებს ვატარებთ, გვიჩვენა თვით იმ სისტემის ნაკლოვანებები საარჩევნო სისტემისა, რომელთაც დღეს საქართველოში იმართება არჩევნები. და აქ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა გახლავთ ის, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩევნები არანაირად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ წესებს. და ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის ხმა ერთ საარჩევნო ოლქში, ასე ვთქვათ, ღირს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მეორე საარჩევნო ოლქში. და ამით ირღვევა თანასწორობის პრინციპი. არსებული ადმინისტრაციული დაყოფის პირობებში შეუძლებელია ამ სტანდარტების უზრუნველყოფა. ამიტომ საჭიროა, აუცილებელია საარჩევნო სისტემის შეცვლა. სხვადასხვა აქ გეტყვით, რომ ასეთ რეკომენდაციას იძლევა სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც. არჩევნების შემაჯამებელი კონფერენცია ტარდება, რომლის მიზანია არჩევნების შედეგების გაანალიზება, წინასაარჩევნო პერიოდის ანალიზი და აგრეთვე იმ ნაბიჯების გააზრება, რომელთა გადადგმაც აუცილებელია, რომ არ იქნას დაშვებული მომავალში შეცდომები. სწორედ ამ მიზნით დღეს შეიკრიბა ამდენი ათეული ადამიანი მონაწილე საარჩევნო პროცესისა, დამკვირვებლები, ელჩები, საგანგებოდ ამისთვის ჩამოსული ევროპის საბჭოს ხელმძღვანელები და ვფიქრობ, ეს ერთდღიანი განხილვა მოგცემს ძალიან კონკრეტულ სასარგებლო შედეგს.